რეალურად ორივე მოწმე ცრუობს, არანაირ მოწოდებას არ ჰქონია ადგილი. ამ დროს ყველა ადამიანს აქვს სხვადასხვა რეაქცია, როგორ გაიქცეს და თავი დააღწიოს იმ სიტუაციას. სწორედ ამას ცდილობდა მათე დევიძე. იმედი არ მაქვს, იმიტომ რომ ისეთ სისულელებს, ნამდვილად ისეთ სისულელებს ლაპარაკობენ, რომ მართლა არ მაქვს იმედი. 21 წლის მათე დევიძეს განაჩენი ნინო გალუსტაშვილმა გამოუტანა. გალუსტაშვილივეა მოსამართლე სინდისის 11 პატიმრის, რომლებსაც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობას ედავებიან. ამ მოსამართლემ მათე დევიძის განაჩენი 12 ივნისს გამოაცხადა. მოსამართლემ რა თქმა უნდა გამომწყობებელი განაჩენი გამოუტანა მათე დევიძეს 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფერდა. მაგრამ მოსამართლის ეს გადაწყვეტილება მხოლოდ მათე დევიძის განაჩენი არაა. ეს ნიშნავს, რომ მოსამართლე იგივე იდენტურ გადაწყვეტილებას მიიღებს დანარჩენ ბრალდებულებსაც. ვინ არის ნინო გალუსტაშვილი? 33 წლის მოსამართლე 2024 წლის დეკემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე გამოსაცდელი ვადით. ან სწორედ იმ დროს, როდესაც თბილისში აქციების პიკი იყო და ათობით ადამიანი მხოლოდ სისხლის სამართლის მუხლით დააკავეს, ნინო გალუსტაშვილი დაინიშნა სისხლის სამართლის საქმეებზე. იქამდე 2018 წელს იყო სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და არცებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის სხდომის მდივანი. ამის შემდეგ იყო უკვე იმავე კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწე და შემდეგ უკვე ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა. სხვათა შორის ტრანსგენდერ კესარი აბრამიძის მკვლელობის საქმეში 2025 წლის აპრილში ბრალდებულ ბექაჯაიანს უვადო პატიმრობა სწორედ ამ მოსამართლემ მიუსაჯა, მაგრამ ეს არ იყო პოლიტიკურად მოტივირებული საქმე განსხვავებით მათე დევიძისა და სინდისის 11 პატიმრის საქმისგან. რატომ პოლიტიკურად მოტივირებული? წესით ჟურნალისტები ასეთ შეფასებებისგან თავისუფლები უნდა ვიყოთ ხოლმე, მაგრამ საკმარისია სინდისის პატიმრის თუნდაც ერთ პროცესს დაესწრო და ცხადი არ იყოს ის გარემოებები, რაც ამაში დაგვარწმუნებდა. მე არ მინდა და ყველა წვიმაზე კიდევ ვილაპარაკოთ, ეს წვიმანი ძალიან დამსხვილდა უკვე და თქვენი აცილება უნდა მოხდეს სასამართლო პროცესზე, იმიტომ რომ თქვენ პირველი გამოცდა ჩააბარეთ. ჩააბარეთ ის გამოცდა, რომ მათეს 4 წელი და 6 თვე მიუსაჯეთ და გაუშვით. როგორც მოსამართლე, თქვენ უვადოდ არ ახარ დანიშნული, გამოსაცდელი ვადით ახარ დანიშნული. ეს გამოსაცდელი ვადა ნიშნავს იმას, როგორ ჩააბარებთ მათეს და ჩააბარეთ. ეხლა 11 სინდისის პატიმრთან დაკავშირებით როგორ ჩააბარებთ და შეიძლება არ დაჭირდეს სამწლიანი გამოსაცდელი ვადა და თქვენ უვადოდ დაინიშნოთ. ნინო გალუსტაშვილმა 10 ივნისის პროცესზე მოულოდნელად გადაწყვიტა, რომ სხდომა უნდა სრულად დაეხურა და ეს მოყვა სინდისის ერთ-ერთი პატიმრის ოჯახის წევრის კომენტარს, რომ პატიმრებს რაღაცა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა პროცესი და შესაძლოა მოშიებოდათ და საკვების მიწოდება დასჭირვებოდათ. ამის გამო მან ოჯახის წევრს შენიშვნა გამოუცხადა და განაცხადა, რომ სასამართლოს სხდომა სრულად ხურავდა, მათ შორის გამოგვაძევა ოთახიდან მედიაც. გამოვედით
უფრო სწორად გამოყვარა, სრულად დახურა მოსამართლემ ახლა 11 პირის სასამართლო პროცესი. მაგრამ სანამ ამ პროცესზე და სინდისის 11 პატიმრის საქმეზე მოგიყვებით, მოდი გავიხსენოთ, რატო ისჯება დღეს მათე დევიძე. მათეს პროკურატურა პოლიციელებზე თავდასხმას ედავებოდა. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია გავიხსენოთ, რა ხდებოდა ამ დროს თბილისში, რა ვითარებაში დაიჭირეს საერთოდ 21 წლის ახალგაზრდა. 2024 წლის 17 ნოემბერს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიგეგმა აქცია. ეს არის პერიოდი, როდესაც არჩევნები უკვე ჩატარებულია და მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ამბობს, რომ ეს არჩევნები არის გაყალბებული. ოპოზიციის ლიდერებმა თავიდან ეს აქცია დაგეგმეს პარლამენტთან, მაგრამ შემდეგ უკვე სტუდენტებმა გადაინაცვლეს ჭავჭავაძის მიმდებარე ტერიტორიაზე ვარაზისხევი და ჭავჭავაძის გამზირის ნაწილი ჰქონდათ დაკავებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და სწორედ იმ ღამეს არის ეს ვიდეო გადაღებული, როდესაც გავიგეთ, რომ თესეუს ადმინისტრაციამ სპეცრაზმელები შეუშვა უნივერსიტეტის ტერიტორიაზე. სტუდენტებმა თესეუსთან გაშალეს კარვები, მაგრამ 19 ნოემბრის დილას მოულოდნელად პოლიციამ დაიწყო აქციის დარბევა. ოპერატორი! ხედავთ, რომ ოპერატორს აკავებს ძალის გამოყენებით პოლიცია. ნაწილს დიეს ზემოთ, ანუ ჭავჭავაძის მიმართულებით, ნაწილმა გადაინაცვლა უკვე მელიქიშვილის მხარეს. და აი ამ დილით, ანუ 19 ნოემბრის დილას დააკავეს 11 ადამიანი, მათ შორის იყო მათე დევიძე. აი ამ დროს ხდება ეგეთი რაღაც, რომ პოლიცია აკავებს ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკ ამელიას, რა დროსაც ხალხს და პოლიციის შორის ჩოჩქოლი ტყდება და მათე დევიძე იქნევს ამ დროს ჯოხს, რომელიც ხვდება ერთ-ერთ პოლიციელს. მათ ეს აკავებენ ადმინისტრაციული წესით, მაგრამ ზუსტად 48 საათში საქმე კვალიფიცირდება უკვე სისხლის სამართლის მუხლით. და მათ ეს უკვე ედავებიან პოლიციელზე თავდასხმას, რაც 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ერთ-ერთი ამბობს, რომ აი ამ ჯოხის მოქნევის დროსო დამიზიანდა ხელიო, გამიწითლდაო და ეს ტკივილი ვიგრძენიო, ალბათ მოგაგონებთ მზია მოღლობილი საქმეს, როდესაც მას პოლიცია ეუბნებოდა, რომ სილის გაწვნის შედეგად მან ტკივილი განიცადა და გაუწითლდა ლოყა. დაახლოებით იგივენაირი ჩვენებები ჰქონდათ ამ პოლიციელებსაც. მათე საქმეში ფიგურირებდა 3 პოლიციელი: გიორგი ესტეტაშვილი, ლევან კოდილაშვილი და ბიძინა ჟამერაშვილი, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ჯოხის მსგავსი საგნის მოქნევის შედეგად მათ განიცადეს ტკივილი და მიიღეს სიცოცხლეები. ამბობთ, რომ მარტო ხელზე მოგხვდათ რაღაც ჯოხის მაგვარი ნივთი, ხომ? მხოლოდ ხელის არეში მქონდა ოდნავ სიცოცხლე. მარცხენა ხელის არეში მტევანზე მოხვდა ჯოხი. არ მაქვს სურვილი გაგიკეთოთ კომენტარი. განაჩენი გამოცხადდა და თქვენ ასევე დაიკითხეთ სასამართლო პროცესზე. მაგრამ კონკრეტული მტკიცებულება უშუალოდ რა სახის დაზიანება, რა სიმძიმის და რა ფორმის დაზიანებები მიიღეს, მსგავსი არაფერი არ უნახავს სასამართლო პროცესზე მოსამართლეს. თვითონ მათეს პოზიცია კი იყო ასეთი, რომ ჯოხი მოიქნია რეალურად თავდაცვის მიზნით. როცა დაიწყეს ჩვენზე გადამოყრებული გამოყენება, მიმოვყევი ამ შემოშენობაში. ვეცადე გავუდებოდი, მაგრამ ეს ვერ მოახერხა. იცით შემდეგ რა მოხდა. მოკლედ, მათე დევიძის საქმე ნინო გალუსტაშვილმა როგორ გადაწყვიტა, ეს უკვე გითხარით, მაგრამ წინ კიდევ გვაქვს სინდისის 11 პატიმრის საქმე. ლუკა ჯაბოა, სანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, გურამ მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ირაკლი ქერაშვილს, რუსლან სივაკოვს, რევაზ კიკნაძეს, გიორგი ტერაშვილს, ვალერი თეთრაშვილს და სერგეი კუხარჩუკს რამდენიმე მოსამართლე გამოეცვალა. ბოლოს კი დაინიშნა ნინო გალუსტაშვილი, რომელმაც რეალურად საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს. ანუ ამ 11-ვე ბრალდებულის წინასწარ პატიმრობაში ყოფნის ვადა გადის აგვისტოს ბოლოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ციხიდან უნდა გამოუშვან ეს ადამიანები და უკვე სასამართლო პროცესებზე გარედან იარო. აგვისტო არის შვებულებების პერიოდი, ყველა ალბათ კარგად ხვდებით, რომ ამ ადამიანების ციხიდან გამოშვებას არავინ აპირებს, ყოველ შემთხვევაში დღევანდელი მდგომარეობით და მათე დევიძის გადაწყვეტილების შემდეგ. ამიტომ ნინო გალუსტაშვილმა მოსამართლემ საქმების განხილვა ივლისის ბოლომდე უნდა მოასწროს. პირობითად გულისხმობ, ივლისის ვატარით პროცესს მოყვანილმა 8 მოწვევ. ამის 12 დავასრულებს 12 საათზე. ახლა ბატალაშა და ამ საკითხს აღარ დავუბრუნებ. მარტო ივლისში 13 პროცესი ჩანიშნა. ფაქტობრივად ორ დღეში ერთხელ პროცესები უნდა იმართებოდეს. ივნისის მდგომარეობით 3 პროცესი უკვე ჩატარებულია და წინ კიდევ 4 ან 5 პროცესი არის ჩანიშნული. ჩანს უკვე, თუნდაც იმაზე ბატონო მოსამართლე, რომ
კონვეიალური სისტემით დღე-გამოშვებით ჩაგვენიშნეთ პროცესები. და რატო ან ჩვენ რატო ტანჯავთ ან თქვენ თავს და ან სინდისის პატიმრებს ჩვენი თავი კიდე ჯანდაბას ბატონო მოსამართლე ცოდუა ეს ხალხი სინდისის პატიმრებს. ახლა კი მინდა გაგახსენოთ რა შედავებიან ამ ადამიანებს პროკურატურის წარმომადგენლები. ყველა ეს ადამიანი დაკავებულია თბილისში მიმდინარე ბოლო აქციების დროს, ედავებიან ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობას, რაც საკმაოდ მძიმე მუხლია და ითვალისწინებს 9 წლამდე პატიმრობას. ძალიან გამიჭირდება ამ ერთ ვიდეოში მოგიყვეთ, რაც ამ ადამიანების პროცესებზე ხდება ხოლმე, მაგრამ ვეცდები, რომ ისეთი ზოგადი სურათი დაგანახოთ. მინდა რომ აი ამ ვიდეოს ყურებისას მუდმივად გახსოვდეთ, რომ ამ ადამიანებს ედავებიან ჯგუფურ ძალადობას, ან ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობას, რაც ნიშნავს ძალიან მარტივ რაღაცას. ლოგიკურია, რომ მაშინ უნდა მტკიცდებოდეს, რომ ეს ადამიანები იქამდე იცნობდნენ ერთმანეთს, დაგეგმეს და განახორციელეს ჯგუფურად ეს ძალადობა. მოკლედ, ამ 6 თვის განმავლობაში გამოიკითხნენ პოლიციელები, უშუალო დამკავებლები ამ ადამიანებისა, გამომძიებლები, ექსპერტ-კრიმინალისტები, მათ შორის გამოიკითხნენ მერიის და პარლამენტის ინფრასტრუქტურის საქმეებზე პასუხისმგებელი პირები. დღემდე არც ერთ მათგანს დაუდასტურებია და მიუთითებია კონკრეტულ ბრალდებულზე, რომელმაც მაგალითად პოლიციელზე იძალა და ან ესროლა ქვა სხვადასხვა მყარი საგანი, როგორც თვითონ პოლიციელები აღნიშნავენ ხოლმე. მან აღნიშნა სავარაუდო სიტყვა. სავარაუდოდ ეს პირები იყვნენ. თუმცა არ უსაუბრია ყველაზე მთავარზე. სად არის ორგანიზება 4 წამიან ვიდეოში. მათ არა მხოლოდ ფაქტი უნდა დაადასტურა, რომ ეს ადამიანები იქ იყვნენ, არამედ ის, რომ მათ ჰქონდათ ორგანიზებული ჯგუფი და ისინი მონაწილეობდნენ მასში. თორე ეგრე ძალიან ბევრი მოქალაქე იყო და ძალიან ბევრი მოქალაქე გამოხატავდა ბრაზს იმ კონკრეტულ ადგილას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ორგანიზებული ჯგუფური ძალადობას ჰქონდა ადგილი ან ვინმე მასში მონაწილეობდა. პოლიცია სტანდარტულად ყვება ხოლმე ეგეთ რაღაცას, რომ 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით თბილისში რუსთაველის მიმდებარედ მიმდინარეობდა ძალადობრივი აქცია. რა დროსაც პირობითად გიორგი ტერიშვილი, კიკნაძე ქერაშვილი პოლიციის მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა მძიმე საგანს, ქვას ან პიროტექნიკას. ანდრო ჭიჭინაძე 2024 წლის 29 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციაზე ჯოხისის სამართალ დამცველების მიმართულებით. პროკურატურა მტკიცებულებად ამ ეპიზოდშიც ვიდეოს იღენებს. ვიდეოში ჩანს, რომ ანდრო ჭიჭინაძე ჯოხის მსგავს საგანს იმ ტერიტორიის მიმართულებით ისვრის, სადაც პოლიციის კორდონია განლაგებული. თუმცა არ ჩანს სად ვარდება საგანი, ან ხვდება თუ არა რომელიმე სამართალდამცველს. ასევე ვიდეოში ისმის, როგორ აგინებენ პოლიციელები აქციის მონაწილეებს, მათ შორის ანდროს. აი მაგალითად მაისის ბოლოს სასამართლოში გამოიკითხა კრიმინალური პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც ამბობდა, რომ 1 დეკემბერს ქვის სროლის შედეგად მას თვალი დაუზიანდა. ცხადია ამ ქვის სროლას აბრალებდა აქციის მონაწილეებს, თუმცა კონკრეტულად ვინ ესროლა, ამაზე პასუხი არ ჰქონდა. არათუ დარბაზში მჯდომ კონკრეტულ ბრალდებულზე მიუთითებდა, უბრალოდ ეს პოლიციელი ამბობდა, რომ არ იცოდა ვინ ესროლა. და მეტიც, როგორც გითხარით, ეს პოლიციელი ამბობდა, რომ თვალი დაუზიანდა 1 დეკემბერს, თუმცა პოლიტპატიმრების ნაწილს ედავებიან 28 ნოემბრის ეპიზოდზე, ნაწილს ედავებიან 1 დეკემბრის, ნაწილს კი 3 დეკემბრის ეპიზოდზე. ანუ ეს ადამიანები არიან სხვადასხვა თარიღით ბრალდებული. შესაბამისად, წარმოიდგინეთ, როგორი ალოგიკურია, როდესაც 1 დეკემბრის ეპიზოდზე მოდის პოლიცია და ამბობს, რომ უბრალოდ ქვა მოხვდა თვალში, თუმცა არ იცის კონკრეტულად ვინ ესროლა და მით უმეტეს იმას არ ითვალისწინებენ, რომ სხვადასხვა თარიღებით არიან ეს ადამიანები ბრალდებული. მოწმენ თქვა, რომ საათობით ვიდეოებს უყურა. ერთი ვიდეო მაინც რო ეპოვა, როგორ ხდება რომელიმე პირის მიერ ნასროლი ან მოქნეული საგანი პოლიციელს, ან ზიანდება რომელიმე ქონება, როგორ ფიქრობთ, არ წარმოადგენდა? ეს იმას ნიშნავს, რომ თუ პოლიციელმა საათობით დაათვალიერა ვიდეო და მან არ წარმოადგინა თუ ვის აზიანებს და როგორ აზიანებს კონკრეტული პირი ან კონკრეტული პირები წარმოდგენილ ბრალდებაში. არ წარმოადგინა ეს საქმეზე, ეს იმას ნიშნავს პირდაპირ გეუბნებით, რომ არ არსებობს. სინამდვილეში ეს არ მომხდარა.
ამიტომ ხა თავად გადაწყვიტონ უკვე სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს რამდენად დასაბუთებულია ჩვენი პოზიცია და რამდენად დასაბუთებულია მათი პოზიცია. მსგავსი ძალიან ბევრი ალოგიკური დეტალის მოყოლა შეიძლება სასამართლო პროცესებიდან და აქვე მინდა გაგახსენოთ, რომ 11-ივეს ბრალდებული უკვე 3 დეკემბრის შემდეგ სხვადასხვა თარიღებში აიყვანეს ზოგი მათგანი სახლის შხრეკის შედეგად და ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე მაგალითად პოლიციელი, უშუალო დამკავებელი პოლიციელი, რომელიც ამბობდა, რომ პირობითად გიორგი ერიშვილი აიყვანა, ამბობდა ეგეთ რაღაცას, რომ სახლშიო ვიპოვეთო ხაკისფერი ქურდუკიო. და როდესაც ადვოკატმა კითხა რა შუაში იყო ხაკისფერი ქურდუკი მის დანაშაულებრივ ქმედებებთან, ასე ვთქვათ, თქვა რომ ეს ქურდუკიო ეცვაო აქციაზეო. ხო, უშუალოდ შხრეკების დროს პოლიციელები როგორც წესი ამბობენ ხოლმე, რომ ვთქვათ სახლიდან ან მანქანიდან ან ჩანთიდან ამოუღეთ ისეთი კანონსაწინააღმდეგო ნივთები, როგორიც არის აირწინაღი, საქართველოს დროშა, მათ შორის ტანსაცმელზე მიუთითებენ ხოლმე. პოლიციელების გარდა ბოლო სასამართლო პროცესებზე დაიკითხნენ მერის ინფრასტრუქტურის სამსახურის დეპარტამენტის უფროსი და ასევე პარლამენტში იგივე, ასე ვთქვათ, ინფრასტრუქტურულ მენეჯმენტურ საკითხებზე პასუხისმგებელი ადამიანი. აი მაგალითად ეს მოწმე ნოემბრის ცნობილ მოვლენებამდე ყოველდღიურ რეჟიმში ხდებოდა, რა თქმა უნდა, მონიტორინგი და შემოვლა, ასე ვთქვათ, აღნიშნული ხუჩების ოდი შეამოწმეთ. პასუხი დაასრულებინოს თუ შეიძლება. ვის განმავლობაში? ეს ვიდეო რეალურად სინდისის 11 პატიმრის სასამართლო პროცესიდან საერთოდ არ არის. იგივე მოწმე ყავდა სხვა პოლიტპატიმრებსაც, 8 პოლიტპატიმრის საქმე, ალბათ გაგონილი გექნებათ და მე შემდეგ ვიდეოში ვეცდები, რომ დეტალურად მოგიყვეთ მათ საქმეებზე. ანუ ეს ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც სხვადასხვა სასამართლო პროცესზე ხედავ ზუსტად ერთსა და იმავე იდენტურ მოწმეებს. მაგალითად, გიორგი ახობაძის დამკავებელი პოლიციელები, რომლებიც რეალურად უნდა იყვნენ ნარკო დანაშაულებებზე მიჩენილები, ბოლო სასამართლო პროცესზე გამოჩნდნენ აი ამ სინდისის 11 პატიმრის საქმეშიც. და რაც შეეხება ამ ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ეს ადამიანი მე მგონი თვითონც ვერ ხვდებოდა, რატო იყო სასამართლოში მოსული მოწმედ. ეს შეიძლება ჩემგან ძალიან გულუბრყვილო ნათქვა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მისი, ასე ვთქვათ, ჩვენება მიემართებოდა 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებულ ინფრასტრუქტურას. თუმცა ადვოკატების კითხვაზე კონკრეტულად ვის მიერ შეიძლება ყოფილიყო ეს დაზიანებული, ეს ადამიანი ცხადია დაბნეული, ვერაფერს ვერ მიუთითებდა. ადვოკატმა ისიც კი კითხა, რომ იყო თუ არა შესაძლებლობა, რომ ვთქვათ, სპეცრაზმელების მხრიდან დაზიანებულიყო იგივე ნივთები, რაზეც მერია მიუთითებდა და ამ ადამიანმა სასამართლო პროცესზე არც უარყო და არც დაადასტურა ეს ყველაფერი. და ბოლოს 13 ივნისს სასამართლო პროცესზე მოწმედ იყო მოწვეული პოლიციელი გოგიტა ხარატიშვილი, რომელიც არის ვალერი თეთრაშვილის უშუალო დამკავებელი, თვითონ ასე ამტკიცებს, რომელიც აღწერდა ეგეთ რაღაცას, რომ ვალერი თეთრაშვილი გუდაურში, სასტუმროში ძალიან მშვიდ ვითარებაში დააკავეს და ვციტირებ კანონის ყველანაირი ზომის ფარგლებში. შეგიძლიათ მიმითითოთ, რომელია ბატონი ვალერი? ახლა პირდაპირ დგას. ბატონო? აი დგას პირდაპირ. კარგით, მადლობთ. იცით რა მაინტერესებს, როცა ჩამოიყვანეთ უკვე თბილისში ბატონი ვალერი? დიახ. ჯერ დაუბრუნდით. რომელი არის აბა ბრძანები? აი ეგ პირდაპირ მიყურებს. მიღებულია პასუხი. მიღებულია პასუხი, კარგით. რა რისკში დააკავეთ ბატონი ვალერი? შვიდში. საქმე ისაა, რომ ამ პროცესზე ვალერი თეთრაშვილი საერთოდ არ იმყოფებოდა და გოგიტა ხარატიშვილმა საერთოდ სხვა ბრალდებულზე მიუთითა. ახლა ძალიან მცირე ნაწილი მოგიყევით იმ შეუსაბამო ჩვენებებისა და მონაყოლისა, რაც პოლიციელებს და სხვა მოწმე ადამიანებს აქვთ ხოლმე სასამართლო პროცესებზე. მიუხედავად ამისა, არავის არ აქვს იმედი, რომ ნინო გალუსტაშვილი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. საინტერესო იყო 13 ივნისის პროცესი იმ მხრივ, რომ უკვე ვიცოდით მათედევიძის შესახებ გადაწყვეტილება, მათედევიძის პროცესი იყო ზუსტად წინა დღეს 12 ივნისს. შესაბამისად, დაახლოებით 1 საათი შესავალ სიტყვებს დაეთმო. და ბრალდებულებმაც ისაუბრეს მათის დაკავებაზე, უშუალოდ ადვოკატებმა მიმართეს და ასევე საუბარი იყო წინა სასამართლო პროცესზე. გუშინდელი თქვენი გადაწყვეტილება არის ნათელი მაგალითი იმისა თუ რას იზამთ ამ პროცესზე. ანუ თქვენ ციხეში გაუშვებთ კიდევ ყველაზე არ ვიტყვი, ერთ კონკრეტულ ადამიანზე ვიტყვი, მათეზე პატარა ადამიანს კიდევ აქ გვიზის ერთი ადამიანი. უკვე ჯაბუა.
მე მათეს მინდა რომ უთხრა რომ არ არსებობს არც ერთი წვრიადი სადაც შენ სინათლის მოძებნა მოგიწევს, იმიტომ რომ შენაირი ადამიანები არიან თავად სინათლე და თქვენ გაანათებთ ყველაფერს და საერთოდ ეს ქვეყანა არც მოსამართლის არის, არც პროკურორის, არც ჩემი არ არის, ეს ქვეყანა არის თქვენი თანატოლების ლუკას ქვეყანა არის ეს და თქვენზე პატარების არის კიდე ეს ქვეყანა, თორე ჩვენ უკვე რაღაცა მაინც 29 წლის ასაკში რო ვამბობ სამწუხაროა, მაგრამ იმდენი რამე გავიარეთ უკვე ესე მგონია მე პირადად 60 წლის კაცი ვარ უკვე და მიუხედავად ამ მოსაზრებებისა, ცხადია 13 ივნის ნინო გალუსტაშვილს არ უსაუბრია მის წინადღის გადაწყვეტილებაზე და მათე დევიძეს, როგორც გითხარით, სასამართლო 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. რა სახის გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო დანარჩენ პოლიტპატიმრებზე? ამას უკვე ძალიან სწრაფად გავიგებთ რეალურად. როგორც გითხარით, ნინო გალუსტაშვილი და სხვა მოსამართლეებიც ჩქარობენ, რომ სასამართლო პროცესები დროულად დასრულდა და სინდისის პატიმრების, ასე ვთქვათ, წინასწარ პატიმრობიდან გამოშვება არ მოუწიოთ. სადაც სასამართლო არ არსებობს, ის ქვეყანა აღარ არის, ის სახელმწიფო აღარ არის და ყველა გადაიხდის ამის ფასზე. ის ადამიანები სწორედ რომელი დღეს ტაშს უკრავენ ასეთ სამართლიან გადაწყვეტილებას, ის მოსამართლე, ის პროკურორი, რომელიც იქ ზიანამას ხედან ამ დარბაზში და არ ვიცი რას ფიქრობენ, როგორი მომავალი ექნებათ მათ, მე ვიცი რა მომავალი ექნება მათებებს. ის დღეს შედგა როგორც ადამიანი, შევიდა ჩვენს ისტორიაში, ჩვენ მას არ დავივიწყებთ და ის იქნება გუდად ღირსების ჩვენი ერთი სიმბოლო.